ჩვენი გუნდი გიორგი ბერიშვილთან ერთად სვეტიცხოველში ჩავიდა. რათა იქ მოღვაწე სასულიერო პირთან დეკანოზ დავით ჯიშკარიანთან გვესაუბრა იმ გამოწვევებსა და საკითხებზე, რომლებიც დღეს საქართველოში და მთლიანად ქრისტიანულ სამყაროში აქტუალურია. ინტერვიუში შევეხეთ როგორც ახალგაზრდებთან ეკლესიის ურთიერთობას, ასევე მსოფლიო მასშტაბებით მიმდინარე მოვლენებსა და ქრისტიანული მედიის როლს. მერთმა დალოცვილი და ბედნიერი გამოვხდა. როგორ უნდა გავაძლიეროთ ეკლესია ახალგაზრდებში და დავაახლოვოთ ისინი ქრისტიანობასთან? ჩემი აზრით, ახლა მე დიდი ხანია ეკლესიაში მსახურობ, არის თითქმის 45 წელი. ჩვენი ღირსი ამსარებელი, ჩვენი გაბრიელი, ქრისტიანობა არისო სიყვარული. თითქმის უნდა გაძლიერდეს ქრისტიანული ღვაწლი, მოღვაწეობა, რომ ახლა სკოლებში ისწავლებოდეს. ეკლესიაში ახლა შეიძლება ყველა ვერ მოდის იმ დროს, მაგრამ ყველა მიიღოს მონაწილეობა. თვითონ აგური დადოს ყველა, რომ თვითონაც იყოს მონაწილე ამ დიდი სიყვარულისა, ქრისტიანობისა და ყველაფრისა. ბოლო პერიოდში მსოფლიოში მრავალი დაპირისპირებაა. მაგალითად ავიღოთ კიევ-პეჩერის ლავრაში მიმდინარე მოვლენები. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უკრაინის საპატრიარქოს, რათა ისევ აღავლინონ წირველაცვები ტაძრებში? იმ წმინდანები, რაც იქ პეჩერის ლავრაში განისვენებენ, ის ხელშეუხებლები არიან იმას, ვინც ხელს შეახებს, ის დაისჯება და ისჯება ასე. სიწმინდე იმიტოა შენახული, ის შთამომავლობით შეიძლება იქ სხვადასხვები არიან. იქ არის ქართველებიც, ყველა თითქმის ყველა საქრისტიანოდან არის და ის იყოს და განისვენოს იქ, ის რას გიშლის? ეგ თქმულებაა, რომ კაციო ცხენს ვერ მოერია და უნაგერს დაუწყოთ ცემო. ესე როგორ შეიძლება? მე არ მიმაჩნია, რომ ის შეეხო სიწმინდეებს. და ბოლოს, რა ლოცვა კურთხევას მოგცემთ, მამაო? ესა უდიდესი საქმეა, წამოწყე, მე რაც დავათვალერე და ვნახე. იქ წმინდანი ნაწილები, საწმინდა ნაწილებებზე ვთქვით, ჩამობრძანება ამდენი, ეს ყველაფერი დიდებული არის და უნდა გაგრძელდეს და მეორე იერუსალიმის გაკეთება უნდა ჩვენი გიორგის და გაკეთდეს. ამაზე კარგი რა არის? ურთიერთპატივცემა, მეგობრობა, სიყვარული, ჩვენი შვილები შევლენ იქა და ილოცებენ, ამით ყველაფერი იქნება გამოწვეული სიხარულის გარდა და სიყვარულის გარდა უფალს არაფერი არ აქვს საქმე.